მოწამლული ბავშვები და ტრეფიკინგის მუხლი დაწყებული გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქე იულია სუსლაკით ინტერესდება. ის 8 აპრილს შემოვიდა საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. განაცხადა, რომ ყველა მისი შვილი იყო და ამის დამადასტურებელი საბუთებიც წარადგინა. თუმცა სამართალდამცველებს ეჭვი შეეპარათ, რადგან 4 ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. ახლა ბავშვები ინტოქსიკაციის დიაგნოზით ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობენ. ნანუკა ქაჯაია განაგრძობს თემას. ნანუკა, რა ხდება და რა ინფორმაცია გაქვს ამ დროისთვის? ნუცა დავიწყოთ ადგილობრივების ინფორმაციით. ის, რასაც ზუგდიდში ქრონიკას უყვებიან ადგილობრივები, არის შოკის მომგვრელი. მეზობლები ამბობენ, რომ უკრაინის მოქალაქემ 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გუშინ დღის მეორე ნახევარში იქირავა ერთ-ერთი ბინა ინტერნეტის მეშვეობით. მეზობლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქემ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად შევიდა საცხოვრებელ ბინაში, ისმოდა ბინიდან ტირილის ხმა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მეზობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა გამოეძახებინათ. მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქემ კარი გააღო, მეზობლები გვიყვებიან, რომ მათ ნახეს მცირეწლოვანი ბავშვები, რომელთაც არ ეცვათ ტანზე არაფერი, იყვნენ შიშვლები, არ ჰქონდათ საჭმელი. მეზობლები ამბობენ, რომ თავად მეზობლებმა აიტანეს ამ საცხოვრებელ სახლში როგორც ტანსაცმელი, ასევე საჭმლები. რამდენიმე ბავშვის მდგომარეობა იყო მძიმე, მათ ჰქონდათ პირღებინება, რის გამოც აუცილებელი გახდა, რომ ისინი საავადმყოფოში გადაეყვანათ მედიკოსებს. გარდა ამისა, ჩვენ ზუგდიდში გვიყვებიან, რომ მეზობლები ესაუბრნენ ყველაზე უფროს ამ 10 ბავშვიდან ერთ-ერთი არის 9 წლის გოგონა. ამ გოგონას, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქე ქალბატონივისთან ერთადაც იყო ის საქართველოში შემოსული, არ იყო დედამისი და ის მცირეწლოვან ბავშვებზე ძალადობდა. ზუგდიდში ვარაუდობენ, რომ უკრაინის მოქალაქეს ბავშვები შემოყვანილი ყავდა საქართველოში იმ მიზნით, რომ ენგურიდან ისინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეყვანა და იქ გაიყიდა. გარდა ამისა, ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა ქრონიკასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი ენგურის ხიდზე რამდენიმე ბავშვთან ერთად დააკავეს, თუმცა ეს არის ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ რესპონდენტი გვაწვდის, ამ ინფორმაციას ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. თქვენ ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ ის კომენტარები, რომელიც ზუგდიდში გაკეთდა. საღამოს 7 საათზე მოbrunდი სამსახურიდან. შემომესმა ბავშვების ტირილი. ბუნებრივია დავინტერესდი. შემდეგ მეზობლები გამოვიდნენ და იმათმა მომაწოდეს პირველად ინფორმაცია. მითხრეს, რომ თქვენს გვერდით განთავსდნენ ადამიანები, ერთი ქალბატონი და 10 ბავშვი და მანამდე სტიროდნენ თურმე ბავშვები, ძალიან გაღიზიანებულები ჩანდნენ. შემდეგ გააღო კარი ქალბატონმა და საკვებს ითხოვდა. ვის როგორ შეგვეძლო ისე მივაწოდეთ, ზოგმა საკვები, ზოგმა ჩასაცმელი. 2 ბავშვი გამხდარა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. ქალბატონი საუბრობდა რუსულად და ამბობდა, რომ ესენი არიან ჩემი შვილები. 10-ვე. 5 იყო პატარა, 2-3 წლის, ასე 3 წელზე ქვემოთ, დანარჩენი 5 იყვნენ ცოტა მოზრდილები. 6, 7, 10 წლის ასაკის ბავშვები. გუშინ მოვიდნენ და გუშინვე წაიყვანეს, რომ მოვედით პირველად გავდიოდი ქალაქში, მან ავტომობილში ისხდნენ ბავშვები, ნახევრად შიშველი, ზოგიერთი საერთოდ შიშველი იყო. აი რა ინფორმაცია ვრცელდება, საიდან მოვიდა ნათევი ამ ქალიშვილია? საეჭვოა, იმიტომ რომ ბავშვები თითქმის ნახევარზე მეტი ერთი ასაკის არიან. და ბავშვების ნათქვამით უკრაინელები არიან, მშობლები ჩვენი არ არისო. თვითონ ბავშვებმა ესე თქვეს. თან ტიროდნენ ეშინოდათ იმ ქალბატონის, ვინც მოყვებოდა გვცემსო. ეგეთი საუბარი გადიიყო. ანუ ბავშვებმა გითხეს? ბავშვმა თქვა თვითონ. უფროსი, ყველაზე უფროსი იყო გოგონა და მან. დანარჩენ ნახევარს არ შეეძლო საუბარით. როცა ბავშვები მაღლა აიყვანეს, იქ ერთ მეზობელი შევიდა, ბავშვი გაციებული, გააყინული, გათოშილი, საერთოდ შიშველი, ლოგიზიო იყო ეგრე გათიშული. წამოწოლილი ეთყობა რაღაც წამლებს აძლევდა, იმიტომ რომ ბავშვებს საუბრის უნარიც კი დაკარგული ჰქონდათ. მეზობლები რო შევიდნენ, ეს ქალბატონიც მოვიდა და არ უნდოდა მეზობლების შეშვება. ყველაფერი აქვს ბავშვებსო. სინამდვილეში კი ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ვინაც აკელებდნენ, თუ ინტერნეტითაც რაღაცა აკელებდნენ და იქ შეყარეს ბავშვები და ქალიც გადაყავდა თურმე იქით აფხაზეთში, ასე გავიგებნე. და ყიდდა აფხაზეთში ამ ბავშვებს? ეს უკვე არავინ არის ეს მესაზღვრე იქ საზღვარი როა იქ დაიჭირეს და მოიყვანეს აქეთ მერე. ის კალი მოიყვანეს ბავშვი რო გადაყავდა და
მე ამდენი წიყვანეს, მაგრამ სად წიყვანეს, სახელმწიფოში წიყვანეს გონია ბავშვები. ვიღაც მეზობლები ლაპარაკობდნენ, რომ აფხაზეთიდან ურეკავდნენ, რომ აფხაზეთში უნდა გადასვლა მაგ ბავშვებს. ალბათ გაყიდვა უნდა რა ვიცი. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან ამ წუთებში 10 მცირეწლოვანი ბავშვი ქუთაისში გადაყავთ. ექიმების განცხადებით არასრულწლოვანების ნაწილს პირღებინება აღენიშნება და ისინი ზოგადად სუსტად გრძნობენ თავს. გარდა ამისა, მედიკოსები აცხადებენ, რომ ყველაზე უფროსი 9 წლის გოგონა არის, 2017 წელს დაბადებული არის 4 ბავშვი და ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა არის 5-დან 6 თვემდე. მედიკოსები აცხადებენ, რომ ახლა მცირეწლოვანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება. Ჩვენს კლინიკაში შემოყვანილია 10 არასრულწლოვანი პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგადი სისუსტე, ნაწლავთ არამყარი მოქმედება. სავარაუდოდ დიაგნოზი არის დაუზუსტებელი საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. პაციენტებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კვლევები და ახლა გადავყავს სპეციალიზირებულ კლინიკაში ინფექციურ საავადმყოფოში. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. უწყების განცხადებაში ნათქვამი არის, რომ უკრაინის მოქალაქემ საზღვარი 8 აპრილს გადმოკვეთა, ის მოსკოვი თბილისის რეისით ჩამოფრინდა 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და როგორც ქალბატონი აცხადებდა, ბავშვები იყვნენ მისი შვილები და წარადგინა ამის დოკუმენტიც, თუმცა ეჭვი საგამოძიებო უწყებას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს შორის 4 2017 წელს არის დაბადებული. საგამოძიებო უწყებას გამოძიება 153 მუხლით აქვს დაწყებული, რაც ტრაფიკინგს გულისხმობს, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არის თუ არა უკრაინის მოქალაქე, ჯერ ჩვენთვის უცნობია, ამაზე საგამოძიებო უწყებები განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ.